მართალი გითხრათ, რომ თქვა, რომ მე არ ველოდი პროცესების ამდაგვარ განვითარებას, არ ვიქნები მართალი, იმიტომ რომ დაახლოებით 3-4 თვის წინ მე ვაფრთხილებდი ხელისუფლებას, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა იმდენად თვალშისაცემია უკვე თურქეთის რესპუბლიკის კრიმინალური დაჯგუფების ეგრეთ წოდებული მილიონერების თავშეყრა სხვადასხვა ადგილებში ბათუმში კრიმინალური საქმეების გარჩევის და სხვათა შორის უკანონო მოქმედებების ერთ-ერთი ასეთი უკანონო მოქმედება ჩვენ ავყვეთეთ ზუსტად ამ რესტორნის მეპატრონის მიერ ბათუმის ცენტრში რას გულისხმობთ ამას? რას გულისხმობთ რომ დაგვიზუსტო? დაგიზუსტებთ ახლა ეს ეხება ბიზნესმენს ამავდროულად კრიმინალს თურქეთში ძებნილ პიროვნებას ესე იგი დერქან ბაშირს ეს პიროვნება არის ზუსტად ამ რესტორნის მეპატრონე რამდენიმე თვის წინ ბათუმის ცენტრში უკანონოდ უნებართვოდ მოინდომა ესე იგი ფაქტიურად გასართობი ცენტრისა და კაზინოს აგება მე დამიკავშირდა მოსახლეობამ და მთხოვა რომ ამ საკითხით დაინტერესებული ვიყავი და დავდგომოდი მათ გვერდში რადგან ეს იქნებოდა გარყვნილების ცენტრი ეს იქნებოდა ხმაურის ადგილი და მე მივედი გავეცანი იქ არსებულ ვითარებას გამოვიძახე მუნიციპალური ინსპექცია გამოვიძახე ყველა მაკონტროლებელი ორგანო დაუკავშირდი ქალაქის მერს და დამიდასტურეს რომ ეს მართლაც უნებართოა მე ვთხარი როგორ შეიძლება საბჯენ დავაჯარიმეთო ჩვენო და აწეო საქმესო გადავცემთ აღსრულებას და აღსრულება გაატარებს შესაბამის ზომებს და ამასობაში წლის ბოლო კი მოვიდოდა და მას წლის ბოლომდე იქ სხვადასხვა თურქი ესტრადის ვარსკვლავების ჩამოყვანა სურდა და ამავდროულად იქ განთავსდებოდა ესე იგი აზარტული თამაშების ცენტრი თამას რაზეც ახლა შენ ვეღარ შეასრულა დაიგრა რაზეც ახლა შენ საუბრობ ეს რამდენიმე შინაარს მატარებელ კრიმინალურ ასე თქვა აქტივობაზე მიუთითებს როგორც უკანონო მშენებლობისა სივრცის მოწყობაზე ასევე მიუთითებს აზარტული თამაშებზე რომელიც სპეციალური ლიცენზირებისა და მკაცრი რეგულირების ქვეშ არის როდესაც აი ჩვენ ახლა ხედავთ სხვა შორის კადრებს გამოსახულებას რომელიც თქვენ სოციალურ ქსელში იყო განთავსებული და ასახავს იმ სივრცეს რომელზეც ახლა შენ საუბრობ ამავე პიროვნებას ეკუთვნის ეს კაფე რესტორანი სადაც ეს შემთხვევა მოხდა რატომ აბავ ამ და სხვა შემთხვევებს მათ შორის იმ ჩაცხრილვას დღეს რომელიც განხორციელდა გეტყვით ახლა მე როდესაც ამაზე დავიწყე აქტივობა სხვათა შორის ბევრმა მითხრა რომ არაფერი გამოგივათ ამას დაანებე ამათ მფარველობს ქალაქის პოლიცია ამათ მფარველობს სამმართველო გებუაძე და ბესელიაო და შენ ვერაფერს ვერ გახდებიო ეს ადამიანი არის ძალიან დიდი ფულის პატრონი ყავს სერიოზული მფარველებიო და არაფერი გამოგივაო რა დაანებე თავის ჯობიაო მოელაპარაკო და კარგად იყოო შენ ამ ადამიანთანო მე რა თქმა უნდა არ დავთმე ბოლომდე გავიტანე ჩემი და არ მივეცი მას შესაძლებლობა ქალაქის ცენტრში განახორციელოს უკანონო მოქმედება მაგრამ იცით რა საკეთებს ამის შემდეგ ეს ადამიანი არენდით იღებს სასტუმრო რამადას იცით თქვენ დარჩიძეების სასტუმროა ერთ-ერთი დიდი ბათუმში ესე იგი სახელს უცლის და ფაქტიურად კრიმინალური დაჯგუფების ცენტრად აქცევს ეს ყველაფერი რომ დავაზუსტოთ ხდება გასულ წელს ანუ რიჟვაძე არის აჭარის ავტონომიის მეთაური ის პერიოდია ხო ამაზე ვსაუბრობთ და არა ეს არის აი ახლა უახლოესი 3-4 თვის წინანდელი და რიჟვაძე იყო მაშინ თავრობის თავმჯდომარე რა თქმა უნდა არ იყო გადამდგარი რა წინა პერიოდი იყო და ამ ადამიანმა შეიძინა არენდით აიღო უბრალოდ ეს სასტუმრო იქ გახსნა კაზინო აქვს გახსნილი როგორც მე მითხრეს კოლ ცენტრი და ფაქტიურად ეს ადამიანი ახლა იმ ადგილს აქცევს კრიმინალურ ცენტრად და ახლა თუ გრილში სასტუმრო რესტორან გრილთან მოხდა უბრალოდ გრილში მოხდა ეს აწე გადაიბარგებლა აი სასტუმროში და მე მივმართე ხელისუფლებას ველაპარაკე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს
ველაპარაკე ბატონ კუპატაძეს, იცით თუ არა თქვენ რომ ამ ხალხს ფარველობს გებუაძე და ბესელია. მან მითხრა რომ თამასო ეს ბესელია და გებუაძე არ არიან ის პიროვნებები, რომლებიც შეძლებენ მათ ფარველობს. ესე იგი უფრო ზევით მოძებნეო რა, მე რა უნდა ვეძებო ეხლა ზევით. აგერ ახლა მივმართავ თქვენი ეთერის საშუალებით რომ შეაჩერეთ ეს კაცი, იმიტომ რომ ეს ადამიანი ამ ადამიანს ეძებენ, თურქეთშიც ეძებენ, აქაც ეძებენ და იცით რა დერქან ბაშირს ყავდა სახელმწიფო დაცვა. წარმოგიდგენიათ კრიმინალი, რომელსაც წითელი цирკულადით ეძებენ, ესე იგი კრიმპოლი იცავდა, დაყვებოდა. დღეს დაყვება თუ არა მე არ ვიცი, მაგრამ მე როცა გავააქტიურე ის თემა, მაშინ დაყვებოდა და იცავს სახელმწიფო, კაცო. მე ვუთხარი, რატო იცავს სახელმწიფო, რატო ხარჯავს ფულს ამ ადამიანის კრიმინალის დაცვაში? ეთქობა ვიღაცას ფულს უყოფთა. და ეხლა რეალურად ჩვენ აღმოჩნდით იმ ფაქტის წინაშე, ზუსტად ამ სიტუაციაში, ზუსტად ამ ვითარებაში, ზუსტად ამ ადგილას ერთი წლის წინ სცადეს ამ ბიზნესმენის ბექარ დერქან ბაშირის მოკლა, მაგრამ ის გადარჩა და დაიღუპა სულ სხვა ესე იგი ადამიანი და ფაქტიურად ჩემთვის არის ცნობილი რომ მას დასდევენ მოსაკლავად, იმიტომ რომ თურქეთში მას ახლა იქ რომ ძალიან მძიმე დანაშაულებები აქვს ჩადენილი, ეგ არ ახალია გარდა იმისა რომ ის ფლობს ფაქტიურად აზარტული თამაშების ბიზნესს. კონკრეტული კითხვა მინდა დაგისვა. შენი აზრით ან ხსნენია თუ არა რაიმე ვერსია იმის თაობაზე რომ აი ამ ბაშარსა ვიზეც ახლა შენ საუბრობ და გალი ბოსთურქ შორის რომელიც სულ ახლახან გათავისუფლდა პატიმრობიდან, ანუ მას შემდეგ რაც რიჟვაძე აიძულეს რომ წასულიყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის პოსტიდან, რომ მათ შორის იყო მნიშვნელოვნად დაძაბული ურთიერთობა და რომ ეს დაძაბულობა გამოიხატებოდა ადგილზე მათ შორის ბიზნესის განხორციელების სფეროებს შორის საზღვრების დადგენასთან და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. კი, მე გეტყვით ეხლა, თავის დროზე დერქან ბაშირი საქართველოში შემოიყვანა და შეიფარა გალიპ ოსთურქმა. ცნობილმა ბიზნესმენმა მან ჩართო თავის საქმიანობაში, დაუთმო მისი ესე იგი სასტუმრო ეიფორია, იქ ცხოვრობდა დერქან ბაშირი, შემდეგ მათ შორის მოხდა უთანხმოება, რაღაცა წილებში, რაღაცა თანხებში გადააგდო გალიპ ოსთურქი. ეხლა ამ პერიოდისთვის მათ შორის არის დაძაბული, ძალიან დაძაბული ურთიერთობა და მე მინდა ეხლა დაუბრუნდე იმას, რომ დღეს სადაც მკვლელობა მოხდა, აი ამ მკვლელობამდე მთელი ბულვარის გასწვრივ იდგა 4 საპატრულო ეკიპაჟი. ამ 4-ვე ეკიპაჟს ჩაუარა ამ მოტოციკლით მკვლელმა თურმე. ჩაუარა და ერთ-ერთმა ეკიპაჟმა აი ჩვენ ახლობელს მოუყვა რომ ჩემს წინო საპატრულო ეკიპაჟმა მოუყვა ჩემს წინ ჩაიარაო, მივხვდიო, დავეჭვდი და რომ უკვე უნდა გამოძახება, ან უნდა გავკიდებოდი, უკვე მივიღე ინფორმაცია რომ მკვლელობა განხორციელდა. წარმოგიდგენიათ, კაცო, ამდენი თანხა იხარჯება, პოლიცია ჩამოდის ბათუმში და აგერ ბულვარში ჩვენ ადამიანებს ვერ ვიცავთ, ესე იგი მათ სიცოცხლეს ვერ ვიცავთ და არ ვიცი, მე აუცილებლად უნდა დადგეს აი დერქან ბაშირის, მე დავაყენე ეს საკითხი გაძევების და ეთყობა ელოდებიან ივანიშვილის ბრძანებას, მანამდე ვერავინ ვერ ღებულობს დამოუკიდებლად გადაწყვეტილება. თუ ეს კაცი ჩვენ არ გავაძევეთ, ჩათვალეთ რომ ბათუმის აი ეს შუა ბათუმში ჩვენ ბევრი ასეთი თამას თავად შუა ბათუმში ცხადია რომ აქ ძალიან დიდ ფულზეა ლაპარაკი, აქ მოქმედი არა მარტო კაზინოების, სხვა ტიპის დაწესებულებების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ბევრი ვერსია ვრცელდებოდა კრიმინალურ საქმიანობაზე, შავი ფულის ტრიალზე და ასე შემდეგ. შეუძლებელია რომ უმაღლეს პოლიტიკური დონის მიღმა კიდევ სხვადასხვა საპოლიციო დონეებზე არ კონტროლდებოდეს და სუსის დონეზე არ კონტროლდებოდეს და ჩვენ ვიცით ახლა რა სერიოზული მნიშვნელოვანი გარჩევებიც არის, ასე ვთქვათ, ოცნების ვერტიკალის შიგნით. ბევრი ფიქრობს რომ ის რაც ახლა ხდება, ეს მომრავლებული მათ შორის ეგრეთ წოდებული ქურდების გავლენების ქვეშ მყოფი კრიმინალების ნაწილის
დასჭერა, ნაწილისთვის სივრცეების გადანაწილება, აი ამ პროცესის გამოხატულებაა. თუმცა ბათუმს მიღმა შედარებით უფრო მცირე მასშტაბის პატარა ბიზნესების დონეზეც რო პრობლემებია, ესეც ვიცით. შევახსენოთ მაყურებელს, რომ სულ ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მშრომელი კაცი ხელვაჩაურის რაიონში, მუნიციპალიტეტში, რომელიც აი კატერებს აქილევდა წყალსაცავზე, მოკლეს იმის გამო, რომ ბიზნესში არ ჩააზიარა. უბრალოდ ფულის მიტანაზე უთხრა უარი, ხო? ანუ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, არის სხვადასხვა დონეები კრიმინალის აქტივობის. აი ზოგადად ამ ხრივ აჭარაში რა ვითარება, თუ შეგიძლია ჩვენი საუბრის დასასრულს, რომ კიდევ ერთხელ დაგვიზუსტო. იცით რა თქმა უნდა რიჟვაძის კლანის წასვლის შემდეგ ბევრი რამე შეიცვლება, ბევრი რამე უკვე იცვლება, ბევრი რამე მომავალში აუცილებლად გადანაწილდება და მე გეტყვით ახლა ერთ მაგალითს, როგორ იყო რიჟვაძის დროს. ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელიც სამშენებლო საქმიანობას ეწეოდა ასევე ინერტული მასალის უკანონო მდიდარეებიდან ამოღებას. მას მფარველობდა დავით რიჟვაძე, წარმოიდგინეთ თქვენ, სადღაც დაკარგულში მდინარიდან ინერტული მასალის ამოღებასაც ხელმძღვანელობდა რიჟვაძე. მფარველობდა გარემოს დაცვა და როდესაც ეს ადამიანი შეამოწმა ფინანსურმა პოლიციამ და დაიბარეს თბილისში, იქ უთხრეს რომ დაგაპატიმრებთო, იმიტომ რომ შენ ეწევოდი უკანონო საქმიანობას. როცა დაბრუნდა ბათუმში, მან სთხოვა თავის ახლობელს, რომ მოდიო ვიდეო ჩავწეროთო, მე ამ ვიდეოშიო მოვყვები აუცილებლად ვისთან მიმქონდა ფულიო, ანუ გარემოს დაცვაში ვისთან მიმქონდა, დავით რიჟვაძესთან რამდენი მიმქონდა, სად მიმქონდა, როგორ მიმქონდაო და მე რო დამიჭირონ ეს გამოაქვეყნეო. ამ პიროვნებამ აიღო და დაუკავშირდა შესაბამის სამსახურებს, სტრუქტურებს, მისი ახლობელი იყო და არ უნდოდა რომ დაეჭირა და უთხრა რომ მე მაქვს ეს ვიდეო და თუ თქვენ ამ ადამიანს დააპატიმრებთ, მე ამ ვიდეოს გამოვაქვეყნებო. რა თქმა უნდა ეს კაცი გადარჩა დაპატიმრებას. ეს ერთი მაგალითი მოგიყევით მე უბრალო პატარა ბიზნესის სფეროში და წარმოიდგინეთ ახლა რა ხდება დიდ ბიზნესში. გეტყვით ახლა სამშენებლო ბიზნესში, ასევე ყველა აშენებულ კორპუსში მე კიდე ერთხელ ვამბობ, 70% სასტუმროებში არის განთავსებული კოლ-ცენტრები. ადრე ამ ყველაფერს მფარველობდა და პატრონაჟობდა დავით რიჟვაძე, რა თქმა უნდა, ხო? და დავით რიჟვაძე შესაბამისად იქ ზემოთ ვის უნაწილებდა, მე არ ვიცი. და ეს ერთი კოლ-ცენტრი და სხვა დანარჩენს აღარ მოვყვები, რაც თქვენ ეთერში მე ვისაუბრებ და ეს ყველაფერი თანხები სად მიდიოდა, როგორ მიდიოდა, ეს ყველაფერი დაითვალა და ეხლა შესაბამისად ვიღაცამ ხომ უნდა გადაიბაროს ეს საქმე არა. ეხლა მოიძებნება შემცვლელებიც, აუცილებლად მოიძებნება ვიც უნდა დაისაჯოს, ვიც არ უნდა დაისაჯოს, მაგრამ ქართული ოცნება ცდილობს რომ ნაკლები ადამიანი დააპატიმროს, ასევე ჩინოვნიკები და ეს ყველაფერი არ გახმაურდეს, მაგრამ სამწუხაროდ მაინც ჟონავს ინფორმაციას, მაგრამ ერთს გეტყვით კიდე დამატებით ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით, ჩემი ინფორმაციით ბოლო პერიოდში ლავასოღლის გავლენები სუსტდება აჭარაში, მე არ ვიცი ახლა ხელისუფლებასა და ლავასოღლის შორის რა მოხდა, მაგრამ ყველგან სადაც კი ლავასოღლის ხალხი იყო ბიზნესში ჩართული ან კიდე სხვა სფეროში, ყველას ნახევარი გაუშვეს და ატოვებინეს ქვეყანა, ესე იგი ვიც მოიაზრებოდა მასთან ურთიერთობით და ნახევარს შეუკვეცეს ეს არა ქვია სამოქმედო არიანი, ხო? ბიზნესი. დიახ. თამას რასთანაა ეს დაკავშირებული სხვა ქურდი შემოდის აჭარის ესე იგი სფეროში თუ უბრალოდ გადაწყვიტეს რომ ეს ყველაფერს ამას ბოლო მოიღოს, ამას მომავალი გვიჩვენებს. თამა ძალიან დიდი მადლობა და უბრალოდ რომ დავაზუსტოთ დღეს საღამოს აი ახლა ქალაქის ცენტრში იგრძნობა თუ არა გაძლიერებული პატრულირება საპოლიციო ძალების ქალაქის ცენტრში მოხდა სულ ცოტა ხნის წინ მკვლელობა აი დემონსტრაციულად გამომწვევა თავხედურად და სრულიად ბუნებრივი მოლოდინია რომ მით უმეტეს ამ ტურისტული სეზონის გაგანიას ასე თქვათ პიკში საპოლიციო ძალების მხრიდან ამოცანა უნდა იყოს იმაში რომ შეიძლება სწრაფად გაიხსნას საქმე დაკავებული იქნას თავდამსხმელი და შემკვეთები. იგრძნობა თუ არა ეს ქალაქში? არა, აბსოლუტურად არ იგრძნობა და არც იგრძნობა, იმიტომ რომ როდესაც მე მივედი აი ამ საღამოს სანამ ყვითელ ლედს ასე ვთქვათ აიღებდნენ რომ მივედი ქალაქის პოლიციის უფროსი იქ იდგა და მესიჯობდა. ვინ უნდა ეძებოს კრიმინალი გეკითხებით. მთელი ხელმძღვანელობა იქ იდგენ და ლაპარაკობდნენ და SMS-ებს უგზავნიდნენ და ვინ უნდა ნახოს და ფორმულა არის
გიორგი ასეთი რომ როგორ ხდება კრიმინალური გარჩევები და კილერის მოწვევა. ანუ თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც არიან კრიმინალები და იმყოფებიან საქართველოში და კერძოდ ბათუმში, ქირაობენ ისევ თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ პირებს, რატომ ქირაობენ? აქ ვერ დახავენ მკვლელს? არა, გადმოდიან მკვლელობაში, ჩადიან, დანაშაულს ჩადიან, შემდეგ სწრაფად ტოვებენ საზღვარს, აქ ჩადენილ დანაშაულისთვის, რა თქმა უნდა, იქ არავინ არ დაიჭერს და ეს ფორმულა მუშაობს და მე ნაკლებად მგონია რომ ის ადამიანი დააკავონ და დააპატიმრონ. თუ დააკავებენ და დაპატიმრებენ, ჩავთვლი რომ ხელისუფლებამ სერიოზულად მოკიდა ამ ყველაფერს ხელს. თუმცა ქალაქში რამე მოძრაობა არ იგრძნობა.